მერდება ეს ხალხი თამარ. თავის გზა აქვს ყველას. არაფერი სადიღარი არ არის ეს ამბავი. უფრო კარგად არ შეძლებ ჩემი მშობლების შვილობას. რასელიან სულილებიდან მოს. აი ნულო რჩევლის ჩინს. ჩინი თანამდებობას ახლავს. ბევრ ამესველი. უპირველეს ყოვლისა იმას, რომ მეტი სარგებლობის მოტანა შევძლებ ჩემი ქვეყნისა და ხალხისათვის. ამ თანამდებობის სიმაღლედან უფრო მეტი მოხერხდება. მას განზრახვითა და დაპირებებით ბევრმა მიაღწია მაღალ თანამდებობას, მაგრამ იქ რომ მივიდა, მერე ვეღარ შეძლო სულისა და დაპირებების შესრულება. მეფის სამსახური მისთვის სასარგებლო და შენი ერისათვის საზარალო რაც არის, იმად გააკეთებინებს მარტო. ეგ კაცი არ ვარ მე ბაბა. ტახტს იმიტომ ემსახურებ, რომ არსებულზე უკეთეს აწმყოსა და მომავალს ჩემი სამშობლოსათვის ჯერჯერობით ვერ ხედავ. ერთ ძველი მე კიდევ ჩემი მომავლის სამსახურისაგან. კაი ძნელი და რთული საქმეების გაკეთებას შევძელი უკვე. ადამიანი ვარ, მეტი მწყურია. და მსურს ვიცოდე რაზე გადის ჩემი შესაძლებლობების ვარი. გასაქადი მჭირდება. სწორად გადაგიწყვეტია მუშნი, მაგრამ რაღაც გიშლის ხელს მგონია და თქვი ეგზბერე. უბრალო ამბავია. ერთი ძმა ამდენ ხანს საბრაგობდეს და მეორეს მეფის კარზე უზარმაზარი თანამდებობა ეკავს, არ გამოას. მერე? საყუდური ბევრი მოусმენია დათას, მაგრამ გამოსავალი არ დაუსახელები არავის არც ერთი. ეფემია წინამძღვრის მეც ბერად შედეგია. მე მაქვს გამოსავალი. შინაგან საქმეთა მინისტრთან პირადად შეთანხმებული. უნდა ჩაჯდეს დათა. ჩვენ მას 5 წლით პატიმრობას მიუშვით. სასჯელს საქართველოში მოიხდის. რომ ეს ასე იქნება და რა სხვანაირად, ამის პასუხისმგებლობას ოჯახის, ძმისა და საკუთარი სინდისის წინაშე მივიღებ ჩემს თავს. კი, მაგრამ მოითმინე ბაბა. ამაზე ნუ არ ვილაპარაკებთ. 6 თვე შეუძლია იფიქროს დათამ. თუ დაუждდება ჭკუაში აგერ ვარ მე. თუ არა და ისე ვისავართ ერთმანეთსაც რა საქამდე ვიყავით. ასე იყოს. გათავებულია ლაპარაკი. ფიქრობ მაგაზე.